ელემენტარული საჭმელსაც ვეღარ იყიდიან, იმიტომ რომ უკვე კარგახანია ისინი ცხოვრობენ მაღაზიებში, ეგრეთ წოდებულ ნისიებზე. ყიდულობენ პურს, კარტოფილს და ზეთს. რომ ყოველდღიური საჭმელი ჭამონ. მაქსიმუმ ერთი კვირა. თუ ფული არ დაირიცხა, ახლა სასწრაფოდ არ აღდგა მუშა-პროცესი, ამ თვის ბოლოს უკვე კატასტროფა იქნება მომხდარი ჭიათურაში. პიროვნება მოვიდა და მითხრა თუ შეიძლება 5 კილო ფხილი ნისიაზე გამომატანია აქედანივე. გამოგატანია თქო მე უთხრა. იმას არ იცონა, მე მიცნობდა და გამოვატანია 5 კილო. პური რო ვერ იყიდა 5 კილო ფხილი. ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ ყოფილა ახლა რო არის. საშინელი მდგომარეობა არის. მე შემიძლია რომ დაგანახოთ ჩემი ნისიები. ეს ხალხი ვერ მეიტანს ამ ფულს. სანამ არ ამუშავდება მაღარო. ეიღებენ, მომიტანენ ხელფას, ნისიას, მეორე დღიდან ისევე ნისია ჭირდებათ. ახლა ხელფასი არ გაცემულა, წარმოგიდგენიათ? ერთი თვის ხელფასის აუღებლობამ ხალხი გააჩერა. ამ თვეში უანგარიშე 4000 ლარის საქონელი მაგდა. 6733 ლარის ნისია მაგ გაცემული. არ ვარ ფოკუსნიკი. ხოდა აღარა მაგმეტი და ახლა ზოგიერთ ისე უჭირს რომ პური და კარაქი და შაქარი ვარ მივცე ვერც ახლა ვერ ვშვები ესე და ახლა პაპიროსზე და იმაზე უკვე ვეღარ ვაცდ არაფერი გადანახულობა არ აქვს ისე დაბალ ხელფასს ღებულობენ 4 ბანკი მუშაობს ჭიათურაში ბანკი შემნახველი ზალა როგი არა ანუ ბანკები მუშაობენ სესხებზე 90% მუშებისას აქვს ბანკის სესხი. თუ სტუდენტი ყავს, თუ ავანტყოფი ყავს, თუ რაღაცა, ყველას ჭირდება ბანკის ვარი. 500 რო ყიდულობს, 500. იმისთვისაც ჭირდება განვადება, ანუ ბანკის ვარი. სიცხვილე არ არის? ასე არასდროს 30 წელია მსგავსი მდგომარეობა არ ყოფილა. იყო რომ მიქონათ, მაგრამ ახლა რომ ძალიან ბევრი ჩარჩა, ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე. იმიტომ რომ ეს 60% რო არ ეყო და ბანკში რო ქონა შესატანი, ვეღარ მომიტანა მე ფული. და გაჩერდა ის ნისიები მე. რა ვქნათ და როცა ამუშავდება და ან წავალი იქით საზღვარგარეთ წავალ, ან პოლონეთში წავალ რაღაცა მეუბნებიან და მე სხვა ადამიანი ვარ კაცო, რაფერ უნდა იმას ხნახლა. შაქრის და პურის ფული, რაფერ უნდა წაართო ადამიანს ვერიც. ვიმუშავებ, მანამ სანამ შევძლებ. მე მეც მივაკეტავ და ასე იქნება და რა ვიცი კაცო, რატო არ ეშინიათ? ახალ წელს გავასწრები ახალი წელი. ეს ყველაფერი და სამი თვე ვერც კი მოიტანეს ამ ხალხმა, რა ახლა მითხარ. ზოგი თავს იკავებს ვეღარ მოდის, ვეღარ მიაქვს. ბევრი, ხო? ბოლო 4 თვე რაც მაგარო გაჩერებულია, უფრო გაიზარდა? გუშინწის სხვასთან იყიდა ფულზე ბიჭმა პური და მე ჩემთან მოვიდა გუშინ და როგორ მეთქვა ახლა? გუშინ ისიაც წაიღო პური და რაღაცა წაიღო, პური და ქათმის ღვიძლი. ხო და მე ახლა დედაჩემი მეუბნება, კი? დედაჩემი მეუბნება რომ ანუ ვერ უთხარიო გუშინ ფულზე მაინც მოსულიყო გუშინო და დღეს კიდე გაგეტანებიან ისიათო და მე უთხარი რა ვქნა ვერ უთხარი. იმიტომ ვერ უთხარი რომ აღარ გამოდის მე რა ვერ უთხარი. შეგეცოდება კაცი რომ ლარდაოციან პურს ისიათ წაიღებს. იმას რა უნდა დაელაპარაკო, რა უნდა უთხრა. ვერაფერს ვერ უთხრა. ჩვენი ქალაქის გადასარჩენა. მაგრამ რატო შეიძლება ჭიათურები? 3500 ოჯახიდან ვინც არის დასაქმებული, დაახლოებით 3000 ოჯახს დღეს შიმშილის პრობლემაა. არ არსებობს თანამშრომელი, რომელსაც სესხი არ ქონდეს. ვალდებულება არ ქონდეს საბანკო ვალდებულება და კომუნალური ხო ყველას გადასახდელია. არის ოჯახები, რომლებსაც შვილები ყავთ სტუდენტები. ბინები აქვს ნაქირავები. იანვრისაც ჩაგვიწყია, თებერვალისაც ჩაგვიწყია და ახლა მარტია. რაც ეს ჩარიცხვა გაჩერდა, ну ხალხმა ვეღარ გადაიხადა კომუნალური გადასახადები, ძალიან ბევრი ადამიანს ჩაუჭრეს გაზი, ჩაუჭრეს ელექტროენერგია. ის ბანკი შეიძლება პროცედი არ გადაიხადოს და შიმშილი არ აისახოს, მაგრამ უბრალოდ ოჯახში ადამიანები ვეღარ მიიტანენ საჭმელს. აი შვილს მიუტანონ საღამოს, არა თუ ის ხილი და ბოსტნეული და ტკბილეული, არამედ უბრალოდ ელემენტარული პური და კარტოფილი რა. 4 თვე მითხეს და გაუგე გამოვედი შევედი მდგომარეობაში.
და ახლა რა მდგომარეობაში უნდა შევიდო, როცა მესიჯს მიგზავნის და მადლობას მიხდის. აი ეს არის, აი. მადლობა თანამშრომლობისათვის და წყეს მუშაობას. მოულოდნელი იყო, ღამე იყო. დასაწოლად ვემზადებოდი რომ მომივიდეს მესიჯი. 15 წელია რაც მიწისქვეშ მუშაობ, დავიწყე თავიდან მებიგეც დამხმარეთ, ანუ გადამაგრებაზე მუშაობა. შემდეგ გადავედი მებიგეთ, მე გადავედი გვირაბანყანად, ახლა ამჯერად მუშაობდი ტრაქტორისტად. 5 შვილის მამა ვარ, 5 შვილი მყავს. მეუღლე, დედა, რომელიც ერთ-ერთი შემოსავალი იყო, ჩემი ეს დღევანდელი ეს ყოფა რა, მაღარო რა, მაგრამ ვარ ძალიან ცუდ დღეში და ერთ-ერთი გამოსავალი ახლა დღესაც ჩვენ ხედავთ თითოეული ჭიათურელი არის თავრობის უშუალო ჩართულობა. გავაგზავნებთ ჩვენ ამ ლოკადას, არ ვამუშავებთ არც ერთ მხარეს, არც კარიერულად არ მოვაპოვებიეთ, არც გატანაზე არ ვამუშავებთ საერთოდ. ყოველდღიურად ყავს ხალხი იქ დაყენებული, როგორც დღე ასევე ღამე. რომ არ გაიტანონ მადანი ჭიათურიდან და არ შეიტანონ აგრეთვე ქარხნებში, არ იმუშაოს კარიერებმა. იძულებულს გავხდით, რომ წავიდეს კომპანია და სახელმწიფომ გადაიბაროს აღაროები. ეს ქალაქი დაიხურება, როგორც ქალაქი მოკვდება რა. და ამ ქალაქში ჩვენ და ჩვენი შვილები ვაპირებთ ცხოვრება ძალიან თხას, ჩვენი შვილიშვილები კიდევ რა. და არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ეს ქალაქი ესე ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს და საერთოდ გათენოს, როგორც მოსახლეობით, აგრეთვე ყველანაირად რა. თითქმის 2 თვეა უკვე არანაირი კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ დასაქმებულებს და გაუსაძლის მდგომარეობაში არის ხალხი, ელემენტარული პურის ფული აღარ აქვს და ის კუთვნილი ხელფასი რო დაერიცხოს ამ ადამიანებს. შემდეგი მოთხოვნა მოხდეს ჭიათურის საწარმოების სრული ნაციონალიზაცია, გადავიდეს სახელმწიფო მმართველების დაქვემდებარებაში და ისინი იყვნენ პასუხისმგებლები ჭიათურლების დასაქმებაზე და მათ ანაზღაურებაზე. ჩვენ ვითხოვთ 5%-იან წილს, რომელიც ჩაირიცხება ფონდში და ამ ფონდს განკარგავს ჭიათურის მოსახლეობა და მოახმარს ჭიათურის განვითარებას და უკეთეს მომავალს. ესენი ცდილობენ, რომ ისევ ჩვენ თანამოქალაქეებს გადააბრალონ მათი ესეთი უგნური ქმედებები, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქალაქი. წელიწადი ხდება, რაც შუქრუთის მოსახლეობა პროტესტშია, საკუთარი საცხოვრებელი ენგრევათ და ფიზიკურად საცხოვრებელის გარეშე რჩებიან და ითხოვენ ანაზღაურებას საკუთარი საცხოვრებლისას. ამავდროულად კომპანია ამბობს, რომ 65% მადნის მოპოვებისა მიმდინარეობს შუქრუთის ტერიტორიაზე და ამასთან ერთად ამბობს, რომ შუქრუთმა რომ შეგვიჩერა ჩვენ შეგვაწყვეტია მუშა პროცესი, ამის გამო წავედით კრიზისში. თუ 65% მადნის მოპოვების შუქრუთის ტერიტორიაზეა განთავსებული, მით უფრო უნდა იყოს მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული. მითქმა მოთქმა, რომ მიდის ოლიგარქებს შორის დავა, რომ ყველას თავის ინტერესი აქვს და მიდის წილებზე, წილების ათვისებაზე საუბარი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ არ გარვიხილავთ ინვესტორს, არ აქვს მნიშვნელობა ეს უცხოელი იქნება თუ ქართველი იქნება. ეს უნდა იყოს სახელმწიფო დაქვემდებარებაში, სახელმწიფო მმართველების დაქვემდებარებაში, სახელმწიფო მმართველის დანიშვნას ჩვენთვის არანაირი ხელი არ მოუტანია. ჩვენი ქალაქისთვის ეს არ ყოფილა სიკეთის მომტანი, პირიქით რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უკან და უკან მიდიოდა ჭიათურის მდგომარეობა. ამიტომაც და არაერთხელ ჩვენ რო ქონია პროტესტები და ქონია მოთხოვნები, სახელმწიფო ყოველთვის იშვერდა კომპანიაზე ხელს და არიდებდა თვითონ პასუხისმგებლობას თავს. ამიტომ ყველანაირი პასუხისმგებლობას დღეს უკვე ვაკისრებთ სახელმწიფოს და კომპანიას აღარ ველაპარაკებით საერთოდ. დღეს არის უკვე მე-14 დღე, რაც უწყვეტ პროტესტს მართავთ. ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია და ესე რომ ვთქვათ, მიტოვებულები ვართ ყველასგან ქუჩაში. კომპანია მეტი ინტერესი არ გააჩნია მე ვიდესა. წაიღოს ეს ჩვენი მარგანეცი, აქ დატოვოს, გადათხრილი, მომსმარი, მონაგავებული და ბოლო-ბოლო ეს ულევი კი არ არის მარგანეცი. ადგება მე წავა თავის ქვეყანაში და აქ დაგვრჩება ჩვენ დაანგრეული ჭიათურა და აქ ცხოვრება აღარ შეიძლება მე. იძახიან ღარიბიაო თქვენი მარგანეციო. ღარიბი თუ არის იმამამცხონებული, ვილა შავი მიდის უყურებენ მარგანეცს და თუ ფასი არ აქვს რაღაც იპოვებენ მარგანეცს და რაღაც მიაქვს მე თუ უხარისხო არის და თუ არ ჭირდებათ.
მაშინ ყვირილა როცა გათეთდება, მაშინ და გვექნება საშველი ჩვენი მაღაროელებს. უნდა შეერიოს სახელმწიფო და ოპოზიციას ყურადღება. მაგრამ წინები აქვთ ერთმანეთს ფულაობენ, ეს ამან უჩეცე. ერთმანეთს ფულაობენ და მით აღარ ერევიან მე.